ჩვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საგრანტო დაფინანსება გაეუქმებინა, რაც გულისხმობს იმას, რომ შემცირდება საჯარო უნივერსიტეტებისა და სპეციალობების რაოდენობა და გაიზრდება კონკურენცია აბიტურიენტებს შორის. მე როგორც მენადაქვეითებულ პირ განსაკუთრებით მაღელვებს სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება. ეს პროგრამა აფინანსებდა ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობებით მქონე პირები, საზღვისპირა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები, სოციალურად დაუცველები და ასე შემდეგ. მეც მათ შორის 70%-იანი გრანტი მქონდა და ბოლო 2 წელიწადი დავაფინანსებინე ამ პროგრამის მეშვეობით. ახლა კი ძალიან გაზრდილი როცა არის კონკურენცია, დაუცველ დაბალ შემოსავლიან ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლები შანსები ექნებათ და კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან. მინდა შეგახსენოთ, რომ ამჟამად არც ერთი სმენის აბსოლუტური შეზღუდვის მქონე ადამიანი უნივერსიტეტში არ სწავლობს და იმის მაგივრად, რომ ინკლუზიური განათლება არსებობდეს და ზოგადად სტუდენტებს მხარდაჭერა ჰქონდეთ, კიდევ უფრო მეტად აუარესებენ ყველაფერს და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დარჩება განათლების მიღმა.